წარმოიდგინე, კარს აღებდნენ, ელოდებოდნენ 140 კილოს იაკოს და უცბად ხვდებოდათ 70 კილო იაკო. შეუტანია თუ არა ვინმე ეჭვი, რომ მართლა 18 საათიანი დიეტით დაიკელი. კი მქონდა ამ ხელაწონა დაკლებული, მაგრამ არ მეტყობოდა რა საბოლოოდ. ჯამში რამდენი ოპერაცია დაგიგროვდა და რა გამოცდილება მიიღე? მამოპლასტიკა და აბდომინოპლასტიკა მოკლედ გავიკეთე ერთად და 7 საათი ვიყავი ნარკოსში. მართლა სხვა ადამიანი აუდექი რა. აი არ მჯეროდა სარკეში რომ ვიდექი და ვიყურებოდი, ანუ აბსოლუტურად სხვა და ხო, რა გასტიმულებდა და რა გიშლიდა ხელს. მუცელი შეხვეული, მკერდი შეხვეული. იმდენი ვიცეკვე რომ ნაკერი გამეხსნა. რა წევხარ გუშინ გიყურებდიო? სკამზეც ეკოლდიო. გაბაზდა ხო ტორსი გასაგებია თქვა აი ბარძაყები დუნდული არ დამჭირდა. ის 140 კილო როგორ დააგროვე? ზოგადად სასწორი რა იყო არ ვიცოდი. ძალიან უბრაზდები ხოლმე რომ ბარიატრიით იკლებენ და უცბად ხდებიან ნუტრიციოლოგები, ანუ ამაში იღებენ თანხას. ტრანსფორმაცია სჭირდება შენარჩუნება და მე მუდმივი ზრუნვა ამაზე. რა მაქვს გაკეთებული ან რას გამიკეთებდი? არ ვიცი რა გაკეთებული, გეტყვი რომ კარგად გამოიყურები. თუ გამიჩერდა შენი გაკეთებული ბოტოქსი, ბაზარი არ არის. ერთ YouTube-ზე კიდევ წერთ რამე პოდკასტს და მაკრიტიკებ ბოლომდე. ვინ გადაიკიდა არ იცის? შენ არ იცი ბევინა ვარ და მოდი. შევთანხმდით. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით, უყურებთ პოდკასტის მორიგ ეპიზოდს და უსმენთ მათ შორის, რომელიც იწერება პოდკასტ პოინტში ძალიან კარგ სივრცეში, სადაც მიხარია მოსვლა და პოდკასტის ჩაწერა. პოდკასტი იქნება თქვენთვის და ბუნებრივია ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენს სურვილებს, თხოვნებს, მიმოწერებს ვაკვირდებით და გავითვალისწინეთ ამჯერადაც თქვენი თხოვნა და მოვიწვიეთ ძალიან კარგი გოგო, ძალიან კარგი ადამიანი, საკმაოდ ცნობილი ინფლუენსერი და ბლოგერი იაკო ჭალაგანიძე, რომელმაც არც მეტი, არც ნაკლები საოცრებები შეძლო. ყოველთვის მე როცა გავიგე იაკოს ისტორია, შოკირებული დავჭი და мотиваციაც გამიჩინა სხვათა შორის რაღაცა მიმართულებით, მაგას მე გეტყვით. იაკო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მიხარია თქვენთან რომ ვარ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოდკასტი გაქვთ დღეს YouTube სივრცეში. გაიგეთ, მადლობა. კარგი, ერთ-ერთი მათგანი ხარ, ვინც სრულიად დაუჯერებელი, ჩემთვის დაუჯერებელი და არა მარტო ჩემთვის, ვიზუალური ტრანსფორმაცია განიცადე 140 კილოგრამიდან პრაქტიკულად 80 კილოგრამის შეძელი რომ დაგეკლო და ეს ყველაფერი სრულიად ქირურგიული ჩარევის გარეშე, ანუ ბარიატრიული ოპერაცია შენ არ გაგიკეთებია. რამდენი წლის შედეგია ეს, აი რამდენი ხანი დაგჭირდა უოპერაციოდ თან ამის მიღწევა? ესე იგი, ზოგადად ეს ხდება, რომ რაც უფრო დიდი წონა გაქვს, მით უფრო მარტივად იკლებ თავიდან. და მით უფრო ჟღერს. და მით უფრო ჟღერს და მით უფრო აი არ ვიცი, ძალიან მოკლედ რომ ახსენდება ის წუთები და წამები და ყოველი დილა ძალიან ბედნიერებით ვივსები. 9 თვეში დავიკელი, მე რაღაცა 1 თვე იყო კიდე რომ ოპერაციამდე უცბად კიდე 10 კილო დავიკელი რომ ბარემ ისე გამეკეთებინა ეს ოპერაციები რომ მეტი დასაკლევი არ მქონდა. აქ საუბარია უკვე პლასტიკურ ოპერაციებზე და არა წონაში კლების მიმართულებას, ანუ ბარიატრიული. ეს მგონია რომ უკვე ყველა მიცის და გავიარეთ ეგ ამბავი რომ ხო, ოპერაცია ბარიატრია. გარდა ბარიატრიისა რომ არ ყოფილა ვიგავიგეთ, მაგრამ სხვა რამე მედიკამენტური მხარდაჭერა ხო არ ყოფილა წონაში კლების პროცესში. არაფერი. ჩემ დროს არ იყო სამწუხაროდ არც ოზემპიკი, არც მუნჯარო, მე მგონი მსოფლიო ჩემ გახდომას ელოდებოდა თქო ვიძახი და რომ მერე გამოჩნდა. სამაგიეროდ შეხო კმაყოფილი ხარ რომ ამ წამლების და მედიკამენტების გარეშე. იცით რა არის? დღევანდელი გადმოსახედით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ მე მაშინაც ვფიქრობდი რომ აი უკვე ბარიატრიის ამბავზე ვიყავი ერთ-ერთ ექიმთან მისული, ვიგეგმებოდი, მაგრამ მერე რაღაცა პანდემია დაიწყო, ჩავიკეტეთ, მოკლედ ვერ მოხერხდა. მაგრამ რო არ დამეკლო, აუცილებლად რომელიღაცა გზას ალბათ მივმართავდი რა, იმიტომ რომ ჩემთვის დაუჯერებელი იქნებოდა რომ ამ შედეგამდე მივიდოდი და დღეს ანუ რომ ენახა ვიღაც იაკო აი ესე გამოსული და ეთქვა რომ იცი რა 80 კილო ყველაფრის გარეშე დავიკელი და იმ ადამიანიდან ამ ადამიანად ვიქეცი, აი მე უფრო სხვა мотиваცია მომეცემოდა და ალბათ უკვე აღარც ვიფიქრებდი იმ ბარიატრიის გაკეთებაზე რა. შენ ხარ ახლა სხვა ადამიანის мотиваტორი, ხო? მაგიტომ გამოუჩნდი რომ აი ვიღაც იაკო გამოჩნდა და ეუნება რომ შეგიძლიათ რომ ყველანაირი ხარჯების და ყველანაირი რაღაცა შეზღუდვების გარეშე ძალიან მარტივად და ბედნიერად დაიკლონ.
კარგია. იყო მომენტები, როდესაც შენ თქვი, რომ აი всё, მეც ვეღარ დავიკლებ აი ამ კლების პროცესში. დაიკელი თქვა 10 კილო, 15 კილო და რაღაცამ დაგღალა. იგივე რეჟიმულმა კვებამ დაგღალა. თუ მუდმივად ასტიმულებდა შენი კლების მაჩვენებლები ამ პროცესს. არც ერთხელ მოკლედ ისეთი აზარტული ყოფილა ეს ყველაფერი, რომ ვერ წარმოვიდგენდი რა, მოკლედ ყოველი ღამე გათენებ, ანუ მოკლედ 9 საათზე ვიძინებდი მარტო იმიტომ, რომ დილა დროზე გათენებულიყო და მინუს კილოგრამები მენახა რა. აი, მთელი 9 თვე ესე გრძელდებოდა. ყოველ დღე ვიძინებდი. დღეს 12 საათს არასდროს არ ვეძინებდი. დაახლოებით 9-დან 10-ის ნახევრამდე ვიძინებდი და ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან უწყობდა ხელს კლების ამბავს. ამას შენ მაყურებელსაც უთხრათ და შენც იცი, რომ კლების პროცესში მყოფი ადამიანი ყოველთვის მნიშვნელოვანია მისთვის ძილი. აუცილებელი. კლება სრულფასოვანი ძილის გარეშე აბსოლუტურად გამორიცხულია. ჩვენ უნდა გვეძინოს იმისთვის, რომ წონაში კლების პროცესი ფიზიოლოგიურად, მით უმეტეს როცა შენ შეძეგეს და ფიზიოლოგიურად დაიკელი რეალურად, ხო, ამ ასე ვთქვათ ინტერვალური კვებით თუ შეზღუდვით, გარკვეული შეზღუდვებით, მაგრამ ფიზიოლოგიურად ძილი იყო ერთ-ერთი წამყვანი. კი, ეხა ვერ ვიკლებ ესე მარტივად სხვათა შორის, იმიტომ რომ აი არ მაქვს მოწესრიგებული ძილის და რეჟიმი, აი კვების ამბავს როგორც კი ვარღვევ და ძილს ჩერდება რა კლება. თავარი ის არის, რომ გავიდა ამ პანდემიის მერე რამდენი წელი გავიდა 19-დან 6 წელი. 6 წლის განმავლობაში შენ თავიდან მიზნად ჰქონდა თქვა 20 კილოს დაკლება, როგორც აღსაუბრობდით. მერე ეს აღმოჩნდა კიდე მეტი. შეინარჩუნე ეს და ეს არის ძალიან მაგარი მიღწევა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ დაკლებას, მე შევძელი გარკვეული წლების წინ დამეკლო 14 კილოგრამი, მაგრამ რეალურად 6 თვეზე მეტი ვერ შევინარჩუნე. მერე გავთამამდით, ჩემმა ტვინმა დამავიწყა ეს სიამოვნება და დიდი ბედნიერება, რასაც ვქვიათ, ნაკლებ წონაზე ყოფნა, და მერე ისევ, ასე ვთქვათ, შეუტიე საკვებს. კარგი, რა იყო ძირითადი ამ მიმართულებით ხარდამჭერი ფაქტორი და რა იყო ყველაზე ხელისშემშლელი აი ამ 6 წლის მანძილზე თუნდაც დღემდე? რა გასტიმულირებდა და რა გიშლიდა ხელს? რა იყო ეს თქვათ რაღაც საღამოები, როცა უნდა წასულიყავი ოჯახთან ერთად სტუმრად, თუ თქვენთან მოდიოდნენ სტუმრები, რაღაც ივენთები იყო, რაღაც სადაც გიწევდა ხო ალკოჰოლი, ყვება, აი რა გიშლიდა და რა გასტიმულირებდა? იცი რა არის, არ ვზღუდავდი, ზოგადად დავიწყოთ თავიდან რა. 18 საათიანის პლუსი არის ის და კონკრეტულად ჩემს შემთხვევაზე ვილაპარაკებ, მე არ ვიცი ხა სხვა როგორ აკეთებს. დავიკელი ნაკლები შეზღუდვებით. ანუ ვიღებდი ყველაფერს. აი ყველაფერს, დილას ხაჭაპურიც მიჭამია, აი ყველაფერი, შოკოლადიც მიჭამია, ნამცხვარიც მიჭამია. ოღონდ აუცილებლად დოზებს გააჩნია რა. ეხა ადამიანი, რომელიც მოტივირებული ხარ, რომ დაიკლო, ისე არ უნდა იკვებო, როგორც თქვათ, მანამდე იკვებებოდი, სანამ გადაწყვიტავდი, რომ დაგეკლო რა. აი თვალით ყოველ თვეში თითქოს ვაპატარავებდი ამ ულუფებს, რომ უფრო მეტი და მეტი შედეგი მიმეღო. მოკლედ, ეგ იყო თავარი, რომ დავიკელი ისე, რომ არაფერი ჩემ ორგანიზმს და ჩემს ტვინს და გონებას არ ენატრებოდა. ეს ხელშემწყობი ფაქტორია. ძალიან, იმიტომ რომ გამოვედი უკვე ამ კლების პროცესიდან და ოპერაციები და რაღაცებით რომ მოვითავეთ, ოპერაციები არ პლასტიკურზე ხო. არ არის სწრაფი მატება რა და ამიტომ მაგრამ აუცილებლად კონტროლი აი ძალიან საჭირო არის რა. აი როგორც კი რეჟიმში ჩავდგები, მე ვიკვებებოდი ხოლმე 10-ზე და 4-ზე, აი როგორც კი ვიწყებ, ხვალ თქვათ ეხა ყველა მიცის უკვე ჩემი ინტერნეტიდან, ინსტაგრამიდან და ტიკტოკიდან, რომ 8 კილო მაქვს მომატებული. დავიწყე უკვე ეს 18 საათიანი და აი როგორც კი ვიწყებ, მეორე დღესვე შედეგი მაქვს რა. აი როგორც კი რეჟიმში დგება ჩემი ორგანიზმი, ეგრევე ძილი ყვება რეჟიმში. ძილი, აი ძილს წყალი რამდენად აქტუალური იყო. ძალიან შუალედში 10 საათიდან 4 საათამდე შუალედში ჩემ წონაზე ვსვავდი თითქმის 4 ლიტრს წყალს. აი ერთ-ერთი თავარი ესე თქვა კი, ოღონდ აი ძალით. მაგრამ ვსვავდი. ეს замшოვანი ეგ ზუსტად ეგ არის ცირკულაცია და გამორიცხვა მარჩენი პროდუქტების ორგანიზმიდან, რაც ასევე ეხმარება წონაში კლებას. ძალიან საინტერესოა. როდესაც წონაში კლების რეჟიმში ადამიანი და ესე მძაფრად მიდის, ქონია თუ არა ვთქვათ ემოციური დატვირთვა, ხო? ანუ ხო არ ყოფილა დეპრესიის მომენტები, ან პირითით რაღაცა ესეთი მოწყენის პერიოდები, იმიტომ რომ რთულია ესე ცხოვრება და მით უმეტეს ამ ხანის განმავლობაში. იცი რა არის, არ მქონია და რჩევა მინდა აქედან მივცე ყველას, ვინც ამ პროცესს გადის მაგალითად და კლების პროცესშია.
აუცილებლად აი მინდა რომ ესე სწორად გადმოვცე რა, აი რაღაცა შემდეგი ეტაპი უკვე უნდა კონდეს დასახული რა, რომ აი მე ეტაპამდე სანამ მივა ძალიან მარტივად მიდის ეს გზა. აი დავიკლებ და მე რა ვქნა, რომ ქონოდა, ეგ ცოტა გამიჭირდებოდა რა. აი ჩემთან იყო რა, იცი რომ შუალედში გადავწყვიტე რომ ეს ზედმეტი კანი უნდა მომეშორებინა. მერე გადავწყვიტე რომ ეს კანი რომ მოვიშორე, მერე გადავწყვიტე რომ ეხა მარტივად დროზე რეაბილიტაცია და ეს ყველაფერი უნდა გავაცნო ხალხს. მერე იყო უკვე რომ აი რაღაცა ერთი ადამიანი დაინტერესდა, ორი ადამიანი დაინტერესდა, მერე გამოჩნდა ეს ჩემი რაღაცა ინფლუენსერული გზა და აი სულ რაღაცა ეტაპებისკენ მივდივარ. მიზნები თუ არ გაქვს, მოკლედ დასახული ძალიან რთულია რა. ეხლა ძალიან ბევრი მეტყვის რომ არ აქვთ მაგალითად პლასტიკური ოპერაცია არ ღირს საქართველოში იაფი და ძალიან ბევრს არ აქვს მაგალითად მაგის საშუალება და გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ სხვა რაღაცა შეიძლება, რომ აი რაღაცა მივიღაცებ შეიძლება ვარჯიში თქნას ეს ყველაფერი. მე მაგალითად ძალიან ზარმაცი ვარ და ნუ არა ვქნა არ შემილია ვარჯიში. და აი რაღაცა ბევრი რაღაცა არის. ვიღაც გასათხოვარია და ძალიან მარტივად სტიმული რა, აი ძალიან რაღაცა უნდა კონდეს, მოკლედ მიზნად დასახული. ნებისმიერ საქმეში ეგრეა, რასაც არ უნდა იყოს. აი პირველი მიზანი ჩემი იყო, რომ ეს წელიწადნახევარი ვიყავ 9 თვეში დავიკელი, მერე გაგრძელდა ეს პანდემია და მოკლედ წელიწადნახევარი გამოკეტილი ვიყავი ბაკურიანში. ჩემი პირველი მიზანი პლასტიკურ ოპერაციამდე იყო, რომ ის მეგობრები და ის ოჯახის წევრები მენახა, ვინც არ მყავდა ნანახი და მათი რეაქციების მოლოდინში ვიყავი წელიწადნახევარი. და ნუ რო ჩავრთე ეს კამერა და ყველა მიცის ეს ვიდეო TikTok-ზე მიდევს და ყველგან მიდევს უბრალოდ. ანუ იცი რა ხდებოდა, რომ ცუდად ხდებოდნენ, უცბად წარმოიდგინე, კარს აღებდნენ, ელოდებოდნენ 140 კილოს იაკოს და უცბად ხდებოდა 70 კილო იაკო. ანუ შოკი ქონდათ. ძალიან მაგარია. საერთოდ ადამიანს მეორე ადამიანში ყველაზე ძალიან მისი წარმატება კი არ აინტერესებს ან რა შეძლო ან როგორ შეიცვალა. ყოველთვის ჩვენ გვაინტერესებს სხვაში ცვლილება. რა თქმა უნდა. რამ გამოიწვია ცვლილება, ხო, როგორ მიაღწია ამ შედეგს, რა გააკეთა ისეთი, რომ შეიძლება მეც გამომადგეს იმისთვის, რომ შევიცვალო უკეთესობისკენ. ხო, ყველა მიმართულებით. ჩვენი მიზანია, რომ ყოველდღიურად ვიმუშაოთ ჩვენი თავის უკეთესობისკენ შეცვლაზე და ქვეცნობიერად ყოველთვის ჩვენი შინაგანი სამყარო ინტერესდება ჩვენ და გაუცნობიერებად როგორ შეძლო. ამიტომ არის ზუსტად, როცა შენ წარმატებას უზიარებს სხვას, ყველა გეკითხება როგორ შეძელი და შენ მართლა მაგარი რაღაცა შეძელი. ხა მე პლასტიკურ ხირურგიაში და მედიცინას ვემსახურები უკვე 30 წელია თითქმის და უამრავი პაციენტი მყოლია ბარიატრიული ოპერაციების შემდგომიც პრაქტიკაში და წონაშიკლების შემდგომიც. ხოთაშორის ბარიატრიასაც უნდა შენარჩუნება, როგორც ვიცი, ძალიან მარტივად იმატებენ. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ესეთ ტრანსფორმაციას ჭირდება შენარჩუნება და მე მუდმივი ზრუნვა ამაზე რა. მით უმეტეს, როცა შენი ძალებით ეს შეძელი, ფანტასტიკა. მაგჭიდაობაში ვარ. მაგარი შედეგი გაქვს დადებული, ჩემთვის წარმოუდგენელ და ეგანაც გითხარი და ძალიან დიდი мотиваცია გახდა. არ ვიცოდი მე მართლა გითხრა შენი კლების ეს მექანიზმი, რომ თურმე აი 18 საათიანი კვებით ჯანსაღად ზედმეტი ზიანის მიყენების გარეშე ამ ხელა შედეგი დადე. არ ვიცი, აი ჩემ პროდიუსერებს და მეგობრებს პირობას ვერ დავდებ, ხა მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ძალიან კაი სტიმული იყო ჩემთვის ეს. აი ნახავ ხა ყოველ კვირა თქვენ პოდკასტსა, ნახავ როგორი სტიმული. ნელა-ნელა თუ ნახოთ როგორი სტიმული იყო. საკეთოა. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სპონსორის აჰავას კომპაქტური ნაკრებები, როგორც ყოველთვის, რომლებიც იდეალურია როგორც ყოველდღიური რუტინისათვის, ასევე სასაჩუქრად. მაგალითად, ნაკრები The Minerals Trio აერთიანებს აჰავას საკვანძო მინერალურ პროდუქტებს კანის სრულყოფილი მოვლისათვის და აქ გვაქვს მინი დასაბანი გელიც, ტანის ლოსიონიც და მათ შორის ხელის საცხიც კრემიც. სანამ საუბარს გავაგრძელებ შესანიშნავ სტუმართან, მელიტას აპარატით მოვამზადებ ყავას, იაკოც წეღან გაუმზადე ყავა, ეხლა ჩემთვის დავისხა. მელიტა არის გერმანული ბრენდის მიერ წარმოებული ყავის, ასე ვთქვათ, სისტემა მთელი აპარატს ესე ვერ დავარქმევდი, რომელიც იძლევა ყავის სხვადასხვა ასორტიმენტის ჩამოსხმის საშუალებას და იცავს ყველა თანამედროვე ნორმატივს იმისათვის, რომ ყავა იყოს მაქსიმალურად გემრიელი. და ამის გარდა, ჩემო იაკო, აი ესე ვიღებ ტელეფონს, ვაწვევი აქ ესე ღილაკს, მერე აქ ვირჩევ ნახე რამხელა ასორტიმენტია ყავების. და მაქედან ვასხავთ. რამდენი რამე შეიძლება ჩამოისხას, ხო? მე მაგალითად ამერიკანოს ვირჩევ, დავაჭერე თითი.
სახში ხარ, საძინებელში ხარ, მეორე ოთახში ხარ, ტელევიზორს უყურებ, რომელიც გინ დაირჩიე, ჭიქა აი საძინებლიდან თუ ჩამოვასხი, ვინც შემოაქმენ? იცი რა არის, მაგას მინტანი არ მოყვება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენ რო ადგები, დაგხვდება გამზადება. კი ბატონო, მშვენიერი. კარგი, ესე იგი, სანამ ყავა გამზადდება, ჩვენ გავაგრძელოთ საუბარი. იცი რა მაინტერესებს? აი, რა ვიცი, ეხლა გიყურებ აქტიური ადამიანი ხარ, ესეთი ენერგია გაქვს. ის 140 კილო როგორ დააგროვე? იცი რა, აი ვერ განახე, მოკლედ არასდროს არ ვიყავი ესეთი გამხდარი და რაღაცნაირი ფარფატელა გოგო. მაგრამ პირველი ბავშვი, მეორე ბავშვი და მერე ძალიან მოვიმატე რა და ვერ მივხვდი. აი ორსულობების ხო, ნახე არასდროს გამხდარი არ ვიყავი, მაგრამ ბოლოს რაც ვიყავი, ეგეც არ ყოფილვარ რა, არც ერთი ჩემი ცხოვრების ეტაპზე. მაგრამ ვერ ვხვდებოდი. აი ვერ ვხვდები, ზუსტად იგივენაირად აქტიური ვიყავი, იგივენაირი ცხოვრების წესი მქონდა როგორც ეხლა და აი ვერ ვხვდებოდი და ცოტა რაღაცა ოჯახის წევრებმა ისე შემოლამაზებულად მითხრეს, რომ ცოტა ხო არ მოიმატეო და ზოგადად სასწორი რა იყო არ ვიცოდი. და არ ვსარგებლობდი, არ მინდოდა, არ მსიამოვნებდა, ვერ ვიტანდი რო უყურებდი. იმიტომ რომ კომფორტულად ვგრძნობდი თავს. და რო დავდექი ამ სასწორზე და დავინახე 140 კილო, აი მან მივხვდი, რომ ძალიან ცუდად იყო ჩემი. სიმაღლე რამდენია შენ? 1.72 ხო, იტანდა 78 მეტრ 80 იტანდა იმ წონას და ნენელა შეგეპარა, გასაგებია, მაგრამ თან ჯანმრთელობის პრობლემებიც არ მქონია, მაგრამ არ მქონია. არ მქონია, მაგრამ აუცილებლად, იცი რა, ასაკით პატარა ვიყავი რა და მაგიტომ, თორე აუცილებლად მაგ წონაზე ჯანმრთელობის პრობლემებიც წამოვიდოდა ნელ-ნელა. აი, ყვება და სიარული და ფიზიკური აქტივობები თავიდან ცადე თუ პირდაპირ ეს 18 საათიანი მოდელი არა, ნახე, აიჩი. როგორც კი დავიწყე 18 საათიანი სამშაბათი დღე იყო. კი, ზუსტად მახსოვს, იმიტომ რომ აი ორ შაბათს ყველა ვინც მწერს და ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას, ყოველს ვეუბნები, რომ ნუ ელოდები ნუცერთ დღეს რა, აი დღეს მოგწერე, ხვალ დაიწყე, თუ გინდა ეგრე გამოგივა და თუ ეხლა შენ რაღაცებს ელოდები არ გამოდის. სამშაბათი დღე იყო რომ დავიწყე და სამშაბათ დღესვე დავიწყე ფეხით სიარული, ოღონდ ეს იყო წარმოიდგინეთ ბაკურიანში გაზაფხულის პერიოდი იწყებოდა, არც თოვლი, არც წვიმა, აი რაღაცა საშინელი ამინდები, ქარბუქი და აი ამ ამინდშიც დავდიოდი ფეხით, ოღონდ აი ძალიან სწრაფი ნაბიჯებით რა. არ ვიცი. პირობითად, ნუ 1 საათი. ხო, აი იცი რა არის, 1 საათი ალბათ დავდიოდი ჩქარი ნაბიჯებით და აი ეს როგორი რაღაც იყო, იცი რომ ძალიან მაგრა შეიძლება მეზარებოდა, მაგრამ აი სამსახურში რომ უნდა მიხვიდე რა, ადამიანი და ვერ გააცდე რაღაც გადაუდებელ შეხვედრას, ზუსტად ეგრე ვიყავი, რომ აი მომეშორებინა ერთი სული მქონდა რა, პირველ დილას ვისაუზმებდი, შუა დღეს 4 საათიან კვებამდე ჩავიდოდი ამ წყალს რო დავლევდი და ეგრევე 1 საათი დავდიოდი ხოლმე გიჟივით და მე ამოვიდოდი და თბილად ვიჯექი. სერიოზული ხო, იცი რა, აი ცოტა რაღაცა ვფიქრობ, რომ შეიძლება რაღაც ჯანსაღად ვიღაც არ აი ჩემი თავი რომ გვერდიდან დავინახო, მაშინ როგორც ვიქცეოდი, ანუ ვიფიქრებ, რომ ამან ცოტა ხوار ჩაბერა ამ პანდემიის დროს თქო რა, იმიტომ რომ აი რა ხო შეიძლება დაარღვიო, ხო შეიძლება რაღაცა მოცუცქნო. ნუ აი ძალიან გადამეკეტა რა. საღო, მაგარი ხარ. კარგი, მოდი ახლა გადავიდეთ იმ თემაზე, რაც ასევე ბევრს აინტერესებს და აქაც შენ მოტივატორი ხარ ბევრი ადამიანის და ჩემი პროფესია ეს პლასტიკური ქირურგია, წეგან მახსენე რომ ბევრი ადამიანს გაუვლია ჩემი ქირურგიული პრაქტიკის განმავლობაში ამ პრობლემით, ხო და ვიცი რამხელა ტკივილი ადამიანისთვის ეს, როდესაც იკლებს ეს ერთი ბენეფიტი აქვს ამხელა რაღაცა უდიდეს სიამოვნებას განიცდის, მაგრამ თავში სულ არის რომ ეს ზედმეტი ქსოვილი, რომელიც რჩება კანია საუბარი კანზე ძირითადად, კან-ფასციალურ სისტემაზე, მარტივად ვთქვათ, რჩება, ხო, ეს არის მუცლის წინაკედელი, ძუძუს ანატომია იცვლება, მხრები იცვლება, ბარძაყები, ტორსი, დუნდულო, ყველაფერი იშვებს გრავიტაციით, თქვი და სიცარიელეები თავს იჩენს, ხო? მოდი აქვე ახსნათ და მე სანამ შენ დაიწყებ გაზიარებას, გეტყვით რომ ამ ტიპის ოპერაციები შენ იცი და მაყურებელს ვეტყვი რომ კეთდება ხანდახან ერთობლივად, მაგალითად შეიძლება ერთ სექტორში, ერთ რეგიონში ჩაატარო 6, 8, 12 საათიანი ოპერაცია ხანდახან მეტიც და ადამიანი რეაბილიტაციას ერთ პერიოდში გადის გარკვეულ სეგმენტებზე და 2-ად ან 3-ად დაიყოს. მაგრამ ეს ყველაფერი ინდივიდუალურად წყდება. შენთან როგორ მოხდა? რა ეტაპებით დაიწყო პირველი პლასტიკური ოპერაცია, როცა წონაში კლება დასტაბილდა და უკვე მიაღწია შენ სასურველ რეზულტატს და ჯამში რამდენი ოპერაცია დაგიგროვდა და რა გამოცდილება მიიღე? ესე იგი,
პლასტიკურზე ფიქრი დავიწყე კლების პროცესშივე და ნუ პანდემიის დროს რო ყველაფერი ჩაკეტილი იყო, რა თქმა უნდა, კონსულტაციებიც არ იყო. და აი იქ ბაკურიანში ჩემ ოთახშივე დავიწყე ფიქრი, რომ აი რა ვქნა ვისთან, როგორ, ახლა აი ყველაფერს რო არ ყვევ. მე მოკლედ გადავწყვიტე ერთ-ერთი პლასტიკური ქირურგი, რომელთანაც დავრეკე, მის ასისტენტთან თუ არ ვიცი ვინც წერდა. და ნუ მითხრეს, რომ იცი რა არის, მახსოვს რომ დავრეკე იანვარი იყო და უკვე თებერვალში ვაპირებდი ჩამოსვლას. რამდენი ქონდა მაშინ დაკლებული? აი როცა უკვე დარეკებ შენ უქირურგი. იცი რა არის, არ მახსოვს რამდენი, მაგრამ ვიყავი სადღაც 80 კილო. ანუ უკვე დიდი რესურსი მოშორებული ხონდა. კი, დაკლებული მქონდა კარგად და მითხრეს რომ რა თქმა უნდა ჯერ კონსულტაცია უნდა გაი. ნუ იქიდან არ ვიცხეთ საქართველოს მაინც ამისგან მოვედი რაღაცები მქონი და ხო ვუთხარი რომ მეთქი ვერ დაველოდები ვერანაირ კონსულტაციას, ვიცი რომ მაქვს გასაკეთებელი და პირდაპირ მინდა თან რიგები იყო რა, რაღაცა 2 წლიანი ოპერაციის მერე. ოპერაცია რო გამეკეთებინა, 2 წელი რიგში უნდა ყოფილიყავი. მე ვუთხარი აი რო თებერვალს ჩამოდივარ მეთქი და რო ჩამოვა მესამე დღეს მინდა რომ ვიწვე და ვიკეთებდე ოპერაციას თქო და ანუ ესე არ ხდებაო რა თუ არ გითხრაო ესე როგორ გაიკეთო რანაირად გაიკეთო გამოვა არ გამოვა ნუ მოკლედ ჩემი გავიტანე როგორც თითქმის ყოველთვის და თებერვალს ჩავეწერე ჩამოვედი მართლა რომ ჩამოვედი 3 დღეში მივედი ოპერაციაზე და გავიკეთე პირველ ეტაპზე გავიკეთე აბდომინოპლასტიკა და გან მუცლის პლასტიკა, აბდომინოპლასტიკა და ძუძუ მამოპლასტიკა. მამოპლასტიკა და აბდომინოპლასტიკა მოკლედ გავიკეთე ერთად და 7 საათი ვიყავი ნარკოსში და აი მანდაც ხო არის რომ ადამიანი ხარ და გეშინია რა ცხოვრებაში არ გამიკეთებია ნარკოზი, მანდ რო უნდა გამეკეთებინა და ანუ ძალიან ისე უნდა ყოფილიყავი წესით, მაგრამ აი მანდაც როგორ ვიყავი, იცი რომ იაკო, ეხა დაიძინებ და იღვიძებ აბსოლუტურად სხვა ადამიანი. ანუ აი აქ რო ყავს რაღაცა სხვა ადამიანი, კიდე ეს მუცელი ამხელა, კი მქონდა ამხელა წონა დაკლებული, მაგრამ არ მეტყობოდა რა საბოლოოდ მაინც რა. ხო, აი ვერ ვიცმევდი იმას, რაც მინდოდა, მაგრამ ნუ რა ვქნა. მოკლედ აი მაგ ემითი განწყობით მივედი რომ გავიღვიძებ და ვიქნები სხვა ადამიანი და მართლაც რო დავიძინე თან იმაზე ვფიქრობდი რომ ეს 7 საათი კი იცი რომ უნდა გეძინოს მაგრამ შენ ხო ვერ გძნობ უცბად იღვიძებ იძინებ რა ის ესეთ რაღაცებს ველაპარაკები ჩემ თავს და მოკლედ გავიღვიძე თვალი გავახილე და პირველი ვკითხულობ რომ მეთქი აღარ მაქვს აი აქ არაფერი რო წევარ და არაო ყველაფერიო ძალიან კარგად ჩაიარაო და ნუ აი ეგ დღე იყო რომ მართლა სხვა ადამიანი ავდექი რა. აი არ მჯეროდა სარკეში რომ ვიდექი და ვიყურებოდი, ანუ აბსოლუტურად სხვა და. მე იცი რა არის, მე მოდის აი არ მჯეროდა რომ აუ ეს ძალიან შევიდა აზარჩი, ხო იცი რომ იციან ხოლმე ეს ტუჩის გადიდება, იმის გაკეთება, ამის გაკეთება და აი რატომ მოწონთ თქო რომ ვიძახდი, თურმე ცოდნია რა აზარტი რა, იმიტომ რომ აი ალკოჰოლი ვითა ცოტა კიდე და კარგად იქიდან გამოსული არ ვიყავი რომ ვეუნებოდი ჩემექებს რომ აი უკვე ხელები მინდა და იროდის და მეუნება რომ ანუ გაიკეთე ხელებიც? კი ხელებიც გავიკეთე. გამხელა ინტერვალი იყო მაგალითად პირველ და მეორე ოპერაციაში. 6 თვე, იმიტომ რომ არ ვაცდიდი, ანუ უფრო მალე მინდოდა, მეუნებოდა რომ არაო 6 თვე გავიდეს მერე, 6 თვე გავიდეს მერე. ნაწიბურები ნორმალურად ნაწიბურები იცის ხოლმე ცოტა აი მანდ დამრჩა. ეს ნორმალურია, არ არის ეს ის. ხო, თან აღმოჩნდა რომ კელოიდური კანი მაქვს, მაგრამ აღმოჩნდა რომ მარტო აქ მაქვს, თან მარჯვენა ხელზე. ანუ მივხვდი ექიმებს აბრალებენ ხოლმე მაგ რაღაცებს და მივხვდი რომ ხო არ არის ექიმის ბრალი, იმიტომ რომ მარცხენა ხელზე არ მაქვს, მუცელზე არ მაქვს, არსად არ მაქვს და მაქვს მარჯვენა ხელის აი გაწელილი ეს შრამი, ხო. მაგრამ არა, ეგეც მაგასაც ვერ შევეგუე, წავედი და გავიკეთე ტატუ, ოღონდ ეს აბსტრაქცია, არაფერი რო არ არის, ფერადი ტატუ მაქვს ხელებზე, აი ესე ზურგზე გადასული, გადმოსული კი. კარგი, ყველაზე რთული რა იყო ფიზიკურად და ემოციურად ოპერაციების დროს? ვერ არაფერი. ანუ ნახეთ, 2 ოპერაცია, 8 საათიანი ოპერაცია გავიკეთე და ფსიქოლოგიურად იმდენად მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის, მაგიტო ვეუნები რა ყველას რომ რაღაცა რო გულით გინდა, არაფერი წინა ღობა ვერ შეგხვდება რა ფიზიკა, ყველაფერს გადააბიჯებ და გადახვალ. 8 საათიანი ოპერაცია გავიკეთე, გამომწერეს მეორე დღეს და გამოწერიდან 3 დღეში წავედი დაბადების დღეზე, მუცელი შეხვეული, მკერდი შეხვეული, აი რო ვერ უნდა დადიოდე ადამიანი და იმდენი ვიცეკვე რომ ნაკერი გამეხსნა. და ჩემექიმს ურეკავ რომ მეთქი ცუდა თუ არ მე მგონი, იმიტომ რომ გახსნილია ეს ნაკერი და რატომ ძიმე ხო არ აწიო და არა მე უთხარი წევარ რა წევხარ გუშინ გიყურებდიო სკამზე ცეკვდიო. დაჟე გაბაზდა ხო ინფორმაცია. ანუ ვერც მოვა
გატყუები და ინახე ხალხს ხო გადააქვს მძიმედ და ეს ყველაფერი არის მოკლედ ყველაფერი მოდის ტვინიდან. აი რა ტვინით შეხვალ, იმ ტვინით წახვალ რა. აი აბდომინოპლასტიკა მაგალითად დღეს საქართველოში მინდა გითხრა რომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ოპერაციაა, იმიტომ რომ გენეტიკურად ჩვენ წინასწარ ჩემ დროს იწყებოდა. ხო, ну, ანუ იცი რა, ის როგორ უდიდეს უმრავლესობას მშობიარობის შემდგომ ბევრ შემთხვევაში რჩება პრობლემა. ჭარბი წონა რომ გვერდზე გავწიოთ, აბდომინოპლასტიკა თემა. გამოვიყენოთ ეგ შანსი და მოდი მუცელზე იყო რთული ოპერაცია, რამე განსაკუთრებული იყო ხო ესეთი? იცი რა არის, არაფერი ხა ჩემი გადმოსახედიდან, ყველა ჩემიანი ვინც იკეთებს და ვეუნები რომ ანუ საერთოდ არაფერი, აი 10 დღე, ზუსტად 10, აი მე-10 დღეს უკვე ვეღარ გრძნობ ვერაფერს რა. ეგრე ვიყავი სხვათა შორის საკეისროზეც რა, ზუსტად მე-10 დღეს ვერ არ ვიცი ეთყობა ამ კუნთს აქ. თავის პერიოდებია ხო რა თქმა უნდა. ზუსტად მე-10 დღეს ვერაფერს ვერ ვგრძნობდი და მანამდეც გაუსაძლისი არაფერი არ ყოფილა. შედარებით უფრო გამიჭირდა ხელები. იმიტომ რომ სპეციფიური ზონაა და ამის კორსეტები ძალიან ესეთია. ეს კორსეტი მე ეს შეშუპება მოდიოდა თითებში, მე წავიდა ისევ ზემოთ, აი ცოტათი ტორსი გასაგებია თქვა, აი ბარძაყები დუნდული არ დაგჭირდა. ანუ მან დაიტანა. ხო, მაგრამ როგორც ვიცი ყველაზე რთულია ფეხები. ისიც არ არის მარტივი, ყოველ შემთხვევაში ისიც გაკეთებადია, ვისაც აინტერესებს, ყველაფერი გაკეთებადია. დღეს ბუნებრივია კომპეტენტური ქირურგებთან და სხვათა შორის თუ რამეში ვართ ძლიერები საქართველოში, ვფიქრობ რომ პლასტიკური ქირურგია ტოპ. აგაშენოს გვერდზე არის ძალიან ხო. ეხლა ბევრი არის ის პროცესი, ხანგრძლივია ეს პროცესი, შენ სანამ მოხვედი ამ კლებამდე. წერან აღნიშნე, რომ თქვათ, ეხლა კი ცოტა ვიმატებ, აი ეხლა მაინც შენარჩუნება, ეს არის დიდი ყოველდღიური გამოწვევა. უკვე ეს არ არის შორ პერსპექტივაში გამოწვევა, ხო? ყოველ დღე შენ თავთან იღვიძებ და იმ დღეს ატარებ ისე, რომ ზედმეტი არ მოგივიდეს. აი ეხლა რა არის იაკოს რუტინა, ყოველდღიური რუტინა. ესე იგი, 6 წლის მანძილზე არ ყოფილა დღე, რომ დილას არ ამეწონა. აი არ არსებობს. სიამონებიდან დაიწყო და ახლა უბრალოდ კონტროლის მექანიზმი. ეხლა არის ხო, ნუ თუ საქართველოში ვარ და სახში ვარ, რა თქმა უნდა, არ არსებობს რომ არ ავიწონო. ეს არის უნდა იქცეს, ზოგი არის რომ არ აიწონო, იმიტომ რომ რაღაცა მენტალურად რაღაცას გიშვებ. ანუ არა პირიქით, შენი თავი უნდა აკონტროლო ყოველ დღე. აი მაგითი ვისწავლე ჩემი ორგანიზმის ენა. ანუ ზუსტად ვიცი რა მატებს, რითი ვიკლებ, ამ დროს რო ვჭამო, მოვიმატებ, იმ დროს რო ვჭამო დავიკლებ. აი ყველაფერი ვისწავლე ჩემ თავთან რა. ამიტომ ვიწონები ყოველ დღე. ეხლა მაქვს მომატებული ახალი წლების მერეა და ხო 7-8 კილო მაქვს მომატებული, მაგრამ ეს არ არის ცხიმი, ეს არის უფრო შეშუპება იქ რაღაც ხო, ალკოჰოლური ამბებიც იყო. და всё, დავიწყე და უკვე 2 კილო დავიკელი რა. აი, იცი რა არის, უნდა მისცე შენ თავს თავისუფლების საშუალება, უფლება ბევრი რაღაცის, მაგალითად, თუ იცი რომ ხვალ მიდიხარ დაბადების დღეზე, ოკეი, წადი, კარგად. ემოციურად მოეფერე შენ თავს ხო, მიეცი ყველაფრის უფლება, მაგრამ შემდეგი 3 დღე იცოდე რომ ის უნდა რაც იქ ქენი, მე უნდა მოთხოვო რა შენ თავს, რომ ეგრე არ არის ხარ ყოველ დღე ერთი და იგივე აკეთო. ამიტომ ეგრე ვარ რა, რომ ვიცი რომ სადღაც მივდივარ და იმ დღეს შეიძლება გემრიელად ვჭამო. მეორე და მესამე დღეს ვიცი რა უნდა გავაკეთო. ხო, რა უნდა გავაკეთო. ჯანკ ფუდსაც შეეხება. აი მაგალითად სტრაფიკების ობიექტები გემრიელი ხარ ვიტყვი ბრენდებს და სახელებს, აი რაც ყველას გვიყვარს ხოლმე რომ აი მაგასთან მეგობრობ თუ კი, მეგობრობ, არა, ძალიან კარგად მეგობრობ, ხო გეუნები, არაფერთან არ მაქვს აკრძალვა რა, ყველაფრის უფლებას ვაძლევ ჩემ თავს, ოღონდ ვიცი დოზები. აი რო ავიღებ მაგალითად ბურგერს. ვიცი რომ ის ბურგერი ბოლომდე არ უნდა ვჭამ. ვეღარც შევჭამ, ვერ იმ დოზებით ვეღარ ვჭამ ადრე როგორც და, მაგრამ ხო რა, აი თუ ვიცი რომ იმ მომენტში ვარ, რომ შენარჩუნების ამბავი ვარ და ზღვარზე ვარ, რომ აი მომატებას ამბებსკენ უფრო მივდივარ, არ შევჭამ ბოლომდე, შევჭამ მე-4-ს. მაგრამ თუ ვიცი რომ აი კარგად ვარ და შემიძლია რომ ბოლომდე ვჭამო, შევჭამ ბოლომდე. ანუ უნდა ისწავლო შენი თავი, შენი ორგანიზმი და უნდა იცოდე, აი, ხო, სხვანაირად იაკომ მითხრა და ესე გავაკეთე, ეგრე არ არის. იაკომ შეიძლება გითხრას რა როგორ გააკეთე, მაგრამ უკვე ჩემ გამომწერებსაც რა ყოველ დღე რო ვწერ და ვეუბნები რას და როგორ ვაკეთებდი, ვეუბნები რომ ისწავლეთ თქვენი თავი, მოусმინე შენ. ეს სასაცილო კომენტარი და უკავშირი რაც მოგისმენი ამ პროცესში რა იყო ესეთი, რაც გახსენდება. ვერ გიცანი, გასაგებია, შენ ხარ როგორ ანუ ყველაზე ცუდი რა იყო, იცი? ზოგადად
ზოგადად ხომ ვერ მცნობდნენ და დღემდე ვერ მცნობენ ხოლმე ძველი ნაცნობები რომ იაკო ვარ მაგრამ ამ ყველაფერს რომ პანდემია დაემთხვა და თან პირბადე მეკეთა ესე ქუჩაში დავდიო და როგორ ხარ მე კარგა ჩენ აი ესე ანუ მართლა გეუბნებით ჩემ თავს ველაპარაკებოდი ყველგან და ბოლოს აღარ ხსნიდი არაფერს და მოვდიოდი რა ვითომ ამერია კარგი ამ გადასახედიდან რასაც ეხლა შენ უყურებ ხო ეხლა უკვე ადვილია განვლილი გზის შეფასება რა იმეს სხვანაირად გააკეთებდი ამ პროცესში რომ შედეგი მაგარი გაქვს ფაქტია ანუ იგივე გზას გაივლიდი აი ყველაფერს იგივეს გავაკეთებ კარიერული თქვათ რაღაცა ცვლილებები მოხდა თუ არა და რაიმე თქვათ ვიზუალმა როგორ იმოქმედა შენს პროფესიულ მიმართულებაზე ანუ ყველაფერი ამოტრიალდა რაღაცა აი რა ყველაფერი ამოტრიალდა მე ვიყავი ადამიანი რომელიც პროფესიით ვარ ჟურნალისტი ვმუშაობდი ტელევიზიებში მე ვმუშაობდი ერთ-ერთ კომპანიაში ივენთ მენეჯერ მოკლედ აბსოლუტურად სხვა სფეროში და სხვა ამბებში ვიყავი და ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი რომ ერთ დღეს შეიძლება დამდგარიყო დღე და იაკო რომელიღაცა კომპანიას დაჭირვებოდა როგორც მოდელი როგორც პრეზენტატორი რაღაცა ხო აი ვერ წარმოვიდგენდი რა და მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი მოვიდა იქიდან გამომდინარე რომ ხალხს გაუჩნდა ჩემი ნდობა და ეს ნდობაც გაუჩნდათ იმიტომ რომ მე არ აღმოჩნდი ადამიანი რომელიც აი ბევრი შემხვედრია მაგალითად სოციალურ სივრცეში და ძალიან უბრაზდები ხოლმე რომ ბარიატრიით ikლებენ და უცბად ხდებიან ნუტრიციოლოგები ანუ ამაში იღებენ თანხას ადამიანებს ეუნებიან რომ აი ნახეთ მე 25 კილო დავიკელი და შენ მე დღეს რომ მომწერ 100 ლარად მე შენ დაგიწერ ყვებას ანუ რა უნდა დამიწერო შენ ბარიატრის გარეშე ვერ დაგიკლია და ხა მე მეუნები რომ შენ დამაკლებინებ მე ბარიატრის გარეშე ხო და აი ეს ამბავი რო არ ვქენი და რაღაცა ამაში ფულის კეთება არ დავიწყე და ეგ არის ჯანსაღი ინფლუენსერობა ხო ფულის კეთება ამაში არ დავიწყე რა თქმა უნდა ხა კომპანიებს რო ვეთანამშრომლები მე იქიდან მაქვს ანაზღაურება და ხო მაგრამ აგრესია აქვთ მაინც რა ხალხს რა რომ რატო აკეთებ რეგლა რას ქვია შენ თუ მუშაობ რაღაცა კომპანიაში და ზიხარ ეს არის ჩვენი სამსახური ინფლუენსერების სამსახური არის ეს მაგრამ მე შენ რატომც გამომიწერე რატომაც გამომიწერე რომ მე შენ გაგიზიარო ჩემი პირადი გამოცდილება მე შენ ამაში თანხას არ გართმევ და აბსოლუტურად უფასოდ გიზიარებ ყველაფერს რასაც ვაკეთებდი და იმდენი მაგარი შედეგი არსებობს უკვე ოღონდ ეს არ არის 3 კილო და 4 კილოს დაკლება არიან გოგოები რომლებმაც 50 კილო 55 45 აი ამ ჩემი გამოცდილებით კი ემოციური მხარდაჭერით კი გამოცდილება ეს პრაქტიკული გამოცდილება არის ყველაზე დიდი წამალი რაც შეიძლება ადამიანს გაუზიარო იმიტომ რომ ეს შენ თავზე გაგავლილი და ჭეშმარიტებაა და ეხა ის რაც წეღან ახსენე მაგაზე კომენტარს აღარც გავაკეთებული არა ნუ აი ხო რა იცი რა არის არ შეიძლება რომ ყველაფერში ადამიანმა რაღაცა შუბლის ზარღვი გაიწყო ისედაც ამ გაჭირებულ ქვეყანაში რომ ხალხს არ აქვს საჭმლის საშუალება და შენ ატყუებ და როგორ უნდა ყოის მოკრე ფეხებია ხო იცი რა არის დააკლებინებ ეს ხალხიც ალბათ რაზე ეგება იცი რომ პირველი დღეები კლების არის სითხის ხარჯზე ანუ რო გეტყვი რომ მე შენ ხო აი ხო და ცხიმზე რო გადახოლკო შენ მე ვერ დამაკლებინებ იმიტომ რომ არ ხარ სპეციალისტი მესმის აბსოლუტურად სწორია და აბსოლუტურად გეთანხმები და ინფლუენსერობაც არის ისეთივე პროფესია როგორც ნებისმიერი სხვა პროფესია და იმას აქვს თავისი ნორმები წესები და რა ვიცი 1000 რაღაცა და სხვათა შორის აუცილებლად მინდა რომ აქ თქვა რა არასდროს იცი მესმის ამ ხალხის გაღიზიანებაც ამ რეკლამების მიმართ იმიტომ რომ ყველაფერს არეკლამებს და ყველაფერი ვითომ კარგია და მე ვთვლი რომ ნდობა შევინარჩუნე იმით რომ არასდროს არ ვიძახი არასდროს არ გაგიზიარებ იმას თუ მე არ ვიყენებ და თუ მე არ მოვიხმარ და თუ არ გავტესტე და არ ვიცი რა არის თუ რაღაცა ისეც გიზიარებ ისი მომხმარებელიც მე არ ვარ მაგალითად ყოფილა რაღაცა ესთეტიკის ცენტრი სადაც მე არ დავდივარ მაგრამ შევუთხარი და ხალხს გავუზიარე რომ თქვენ ვინც დადიხართ იცოდეთ რომ ამათმა დაამატეს ესა და ეს რაღაცა აპარატი რა ხო აი ინფორმაციას გაწვდით და ამას მე კომპანიასაც უთანხმებ რომ მე იქ ვერ ვიტყვი რომ მე შენთან დავდივარ და უი როგორი კმაყოფილი ვარ იმიტომ რომ მე ვერ მოვატყუებ ვერც ერთ ჩემ გამომწერს აქვე გეტყვი რომ მეც მაქვს ხოლმე როგორც ჩემ სფეროში შეთავაზებები რომ აი კოტე თქვენ ბევრი მნახველი ყავთ გიყურებენ ზოგი მილიონამდე ასულა პატარა ვიდეოები რომელსაც წერ ჩემი პროფესიული კარიერის სფეროში ხო სრულიად ესე ნეიტრალურ სივრცეში ვაზიარებ ჩემ გამოცდილებას პროფესიულ გამოცდილებას პრეპარატები იქნება ეს თუ შედეგები და ზუსტად ეგ არის მომგებიანი როცა ჭეშმარიტებაზე და მართლა გამოცდილებაზე ეფუძნება და უთქვამთ რომ აი ჩვენ რაღაც მოგეხმარებით ყველანაირად გადავიხდით რაღაცა რა ჩვენი პრეპარატი
პასუხი არის ერთი, რომ მე თუ გამოვიყენებ თქვენ პრეპარატს და მივიღებ შედეგებს, გავაზიარებ უბრალოდ იმას, რაც მე მომწონს როგორც პროფესიონალს. ერთხელ მოიტყუები, მეც ვერ მოანო. სხვა მხრივ მე ვერ ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერა ყველაფრის, კი ბატონო, მაგრამ ეს ჩემი საქმე უკვე აღარ არის. ასე რომ ჩემ ძალიან დიდი მადლობა სწორი ყველანი პოზიციონირებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ რეალობაში რამდენად თქვათ შენ ყურადღებას აქცევ და უთმობ დროს რუტინულ, ასე ვთქვათ, პროფილაქტიკურ სამედიცინო შემოწმებებს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ კარგად გზნობ თავჯვარი გეწეროს, კარგია წონაში დაიკელი, აქტიური ხარ, ხომ არ გაქვს ხოლმე რაღაცა რუტინა, თუნდაც მანდ რომ წელიწადში ორჯერ შეამოწმო. კი, აუცილებლად 6 თვეში ერთხელ ანალიზებს ყოველთვის მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც ყველა აუცილებლად. ანუ ეს უკვე რაღაცა ტრადიციას აქვს. ხო, იცი რა არის? იმიტომ კი არა რომ ვინმეს რამე გვაწუხებს და ამით. ანუ აი რაღაცა შეიცვალა რა, ადრე არ იყო, როგორც ვიცი, ჩემი მშობლების დროს რო ესე აუცილებლად გადაიკონტროლე, გადმოიკონტროლე. ეს ეწოდებული დისპანსერიზაცია საბჭოთა პერიოდში. და ეხლა რაღაცა ყველამ იცის რომ აუცილებელია კონტროლი, იმიტომ რომ ვაიდა რამე იყოს. ხო, რა რომ დანამატები და ვიტამინები, როცა კლების პროცესში იყავი, ან ახლა. ხომ არ იყენებ ან ექიმის რეკომენდაციის, ან თვითნებურად. ესე იგი, ამ დანამატზე მინდა ვთქვა აუცილებლად ორიოდე სიტყვა, იმიტომ რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში ჩემი სოციალური ქსელი აფეთქე, ანუ გაჭედა რა ინსტაგრამმა მითხრა, რომ ვერცერთ ადამიანს ვეღარ გასცემ პასუხს, იმიტომ რომ ვერ გავიგეთო ვინ ხარო. იმდენ ადამიანს გავეცი პასუხი და რაზე. კლების დროს დამეწყო თმის ცვენა. ოღონდ მე მქონდა ძალიან სქელი თმა რა და ბოლოს მცვიოდა, აი ბღუჯები რო გცვივა რა თმიდან და რაღაცა ცოტა შევეგუე, რომ ნუ ეთყობა ესე უნდა იყოს, იმიტომ რომ თან რკინა დეფიციტური ანემია მაქვს ზოგადად და რკინის წამალს ვსვავ რა, ესე სულ. და მოკლედ მირჩიეს ერთი რაღაცა თმისთვის სპეციალურად თმის და ბრჭყილის დანამატია რაღაცა ესეთი, რომლის გამოყენებაც დავიწყე და 2 კვირაში თმა აღარ მცვივა, ანუ მცვივა იმ დოზით, რა დოზითაც უნდა ცვიოდეს ადამიანს, ბღუჯები აღარ მცვივა და ეს ვიდეო ჩავწერე და ესე ვაჩვენე, რომ შეხედეთ მეთქი ხალხო, სულ ახალი თმა მაქვს თქო რა და ოღონდ არ ანუ თან ვითომ წამალია თქო და ვერ გეტყვით თქო, მაგრამ ნუ ისეთი ამბავი ატყდა. მე რომ მეთქი პირადში მომწერეთ თქო და პირადში ჩაგიგდებთ თქო რა ყველას თქო და ნუ აი ვერ გაუძლებთ იმაგაც გამორით. ვერ და ბოლოს დავდე ერთი სტორი, მაგრამ ერთხელ დავდე რა, მაგრამ დანამატია ეხა არ არის ისეთი რაღაცა რომ ვიღაცა მითხრას რაღაც წამალს რატო მაგას კვლევა ჭირდება ჯერ ესეთი რომ შეგასულაც არის მაგასთან კავშირში და სრულიად სხვა რამ არის რეალობა ის გამოც ეს მოხდა რა თქმა უნდა თანხმედრა მოხდა მადლობა სწორი უკავშირებისათვის კარგი ესთეტიკური მედიცინა და პლასტიკური ქირურგია შენ უკვე შეაფასე როგორც პოზიტიური დადებითი და ჩვენ ქვეყანაში ერთ-ერთი წარმატებული სფერო და სიამოვნებით მოყვები მაგ ყველაფერში კარგი შენი აზრით მაგალითად ანტი-ეიჯი ანუ ასაკობრივი თვალსაზრისით ყველაზე პოპულარული რაღაც აღმოჩენა 21 საუკუნეში რა არის თუ გქონია და თუ მიმართავ ესთეტიკურ პროცედურებს მოდი ესეც გითხარი აი ბოტულოტოქსინის თერაპია ვთქვათ რაღაც შვილერების შემავსებლები რაღაცა აი შენი თვალით მაინტერესებს სახეზე რა მაქვს გაკეთებული ან რას გამიკეთებდი არ ვიცი რა გაქვს გაკეთებული გეტყვი რომ კარგად გამოიყურები გაგიკეთებდი ხო მართლა პატიოსთან გეუბნები არაფერი აი მაშინ რას ბოტულოტოქსინით ვიმუშავებდი დიდი სიამოვნებით ზედამესამედზე იმიტომ რომ ცოტა მოწყენილია სახე ხო აი ამას გავშლიდი ძალიან დიდი სიამოვნებით სახეზე დატენიანება იცი და იყენებ ტუჩი ნორმალურად და ლამაზად გაქვს ზედმეტია უკვე ცოტათი და ტყილად იყავი ზედმეტად არ მოგივიდეს აი აქ შეიძლება არც გაკეთებული ანატომია ესეთი მაგრამ თუ გაიკეთებ ყოველ შემთხვევაში აი კონტროლში შეეცადე რომ შემავსებელი ნაკლები მოხდეს თორე ისე არაფერს დიდ შესახესები არ ერთადერთი რასაც ვიკეთებ არის ბოტოქსი რომელიც უკვე გამივიდა დავიღალი მართლა 2 თვეში ერთხელ გადის ეს 2 თვეში ერთხელ არ უნდა გადიოდეს წელიწადში 2 ან 3 ჯერ კეთებ ეგ ხო მაგრამ ეგრე ვიკეთებ 6 თვეში ერთხელ მაგრამ რეალურად გადის 2 თვეში და 3 თვეში აი მოვალ და თუ 6 თვეზე ადრე გამივიდა რა შუა ბაზარი არ არის ერთ YouTube-ზე კიდევ წერთ რამე პოდკასტს და მაკრიტიკებ ბოლომდე 6 თვე თუ გამიჩერდა შენი გაკეთებული ბოტოქსი მე გეტყვი რომ 6 თვე არა უყურე წელიწადში 2 ჯერ მაქსიმუმ 3 ჯერ შენ დაგჭირდეს ამის გაკეთება აი ამას გეტყვი მაქსიმუმ 3 აი როდის მოვდივარ როცა გინდა всё მოვდივარ ხალხნო დაელოდეთ ჩემს თორებს მე თუ 4-5 თვე ბოტოქსი გამიჩერდა ესე იგი საშველი ყოფილა რა იცოდეთ არის всё შევთანხმდით კარგი კარგი მივყვეთ სხვას მე შენ სახეზე აბსოლუტურად
გულახდილად გეუნები, არაფერს არ შეცვლი. არა, ბევრს გონია რომ ცხვირი მაგ გაკეთებული და უმალავ. არა, კარგად გამოიყურები ძალიან კარგად გამოიყურები და ეს ძალიან შენი დამსახურებაა პირველ რიგში, რომ თავის დროზე მიიღეს სწორი გადაწყვეტილება და შეცვალე ის რისი შეცვლაც მაშინ შეგეძლო, იმიტომ რომ რაც უფრო დრო გადის, მე მით უფრო რთული ხდება წონასთან ბრძოლაც და ნებისყოფას თავისი რესურსები აქვს, ადამიანს თავისი რესურსი აქვს, ფსიქოემოციურ ფონს თავისი რესურსი აქვს, მე რთულდება. კაი დროს მიიღე გადაწყვეტილება და აპლოდისმენტები შენ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი შედეგია დადებული. კიდევ ერთხელ თუ შეიძლება რეკლამას გავწარვადგენ, ხომ? აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია აჰავა, ამჯერად წარმოგიდგეთ კომპაქტურ ნაკრებებს, რომლებიც იდეალური არჩევანია ყოველდღიური გამოყენებისათვის, მოგზაურობისა და აქტიური ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებში. მაგალითად, აჰავას ნაკრები, აჰავა ესეთი Wave of Hydration Trio, აქ ესეთი რაღაცები გვაქვს, მოიცავს კანის დატენებაზე ორიენტირებულ სამ ძირითად პროდუქტს, ეს არის სახისგამწვენდი გელი, დამატენიანებელი დღის კრემი და ინტენსიური ჰიდრაციის ნიღაბი. სამივე პროდუქტი გამდიდრებულია მკვდარი ზღვის მინერალებით და ერთად ქმნის სრულყოფილ რუტინას დეჰიდრირებული და მშრალი კანისათვის. აქვე გეტყვით, რომ ესე იგი ჩვენი სპონსორი და მეგობარი არის მელიტას ავტომატური ყავის აპარატები. ეს ზუსტად ის არის, რაც სახლში მუდმივად ქმნის კომფორტს. მელიტას აპარატები თავად არეგულირებს დაფქვის ხარისხს, ტემპერატურას, წნევას და იმართება მობილური აპლიკაციით. მელიტას ყავის შესანიშნავი სუნიტრიალებს სტუდია პოდკასტ პოინტში, სადაც იაკო და მე თქვენ გესაუბრებით იაკოს სასწაულ შედეგებზე. და მოლოდინში ვართ კოტეს სასწაულ პრეპარატზე, რომელიც 4 თვე არ გავა. მოდი ვარ. ვინ გადაიკიდა არ იცის? შენ არ იცი მე ვინა ვარ და მოდი ვარ შო. კარგი, რუბრიკა კი თუ არა გვაქვს ესეთი პატარა, ცოტა დაგვრჩა, ბევრს აღარ დაგრით. წონაში კლება გადავწყვიტე, იმიტომ რომ მეუღლე მგთხოვათ? არა. დაგიმალავს თუ არა ახალი პლასტიკური ოპერაცია ოჯახის წევრებისთვის თუნდაც ცოტა ხნით. კი, ისე შევედი საოპერაციოთ, რომ ჩემი მეუღლის გარდა არავინ არ იცოდა და ძალიან კარგია. არაფხიზელ მდგომარეობაში დავრეკე ოჯახურ გრუპაში და ვერ გაიგეს სად ვიყავი და ოპერაციის მერე. ანუ აი ძალიან ისე ვიყავი რა და მეთქი მაგრა ვარ თქო რა სახში ვიყავი. კარგია. და დაიშოკნენ. აი ეს მეუღლის ტანდემი ფანტასტიკურია, ერთმანეთში გვერდში დგომა ეს შეუდარებელია. შეგიძენია თუ არა ერთი ან ორი ზომით პატარა სამოსი იმ იმედით რომ мотиваცია მოგმატებოდა. არა, იმიტომ რომ რაც ბოლო 6 წელია ყველაფერი დიდი მაქვს და უკვე ნერვი აღარ მაქვს. ქონია თუ არა მომენტი როცა სარკეში საკუთარი თავი ვერ იცანი. აი უცებ ჩაიხედე და კი. ქონია. კარგი, შეუტანია თუ არა ვინმე ეჭვი რომ მართლა 18 საათიანი დიეტით დაიკელი. უამრავს. აი ხა კიდე ერთხელ ეჭვები გააქარწყლე, იმიტომ რომ ოპერაცია, ბარიატრიული ოპერაცია იაკოს არ გაუკეთებია, გაიგეთ? კარგი, გიფიქრია თუ არა რომ დიეტას და ვარჯის ფოტოშოპის კარგი ცოდნა სჯობს? დიეტას და ვარჯიშს? ხო, ანუ რო იმიტაცია შეგექმნა შენი რეალობის. არ მაქვს, ხო იცი ეგრო გეფიქრა ამ შედეგს ვერ. გადმოწერილი არ მაქვს. ხო იცი რას ვერ ხვდები? აი ძალიან ისე თვიდებზე რო არიან რა, სოციალურ ქსელში და რო ვერ ცნობენ მე ქუჩაში. აი რა ვარ, სად არიან? ეგ არის სიცუე. სიმაღლეს იკეთებენ რაღაცას. უილებში აცხოვრებენ თავის თავს და არა, თან თვითონაც მოწონთ მე. ღმერთმა შეარგოთ. ყველას უნდა მოწონდეს ის, რასაც აკეთებს. კარგია. გაღიზიანებს თუ არა? ნუ თვითონ მოწონდეს. არა, მეტრე ნახევარი, როცა მე ვარ მეტრა 78 ადამიანი და 2 ნახევარი რო გავიგეთ რა ნორმალურია? არა, ნორმალური ხე. ანუ ნახე, ჩვენ იმას უნდა ვეუბნებოდეთ ხალხს, რომ ბუნებრიობა არის მისასალმებელი. აი პირველი, ყველაფერში. და ინდივიდუალიზმი და განუმეორებობა. რაც ყველას ჩვენ ღმერთმა გვიბოძა. გაღიზიანებს თუ არა 5 წლის წინანდელი ფოტოები. აი შენ გიჟდები. მართლა, რა საინტერესო, ანუ რო ნახო მეგობრებთან გადაღებული რაღაცა პოზიტიურად ატარებ იმას და უიმე არა ეს არ დამონახოთ თემა. მაგარია, შენ კიდევ ერთ დადებით ვისებაზე ეს ყველაფერი და ბოლოს ყოფილხარ თუ არა რეკლამის მსხვერპლის როლში. ანუ რაღაცას ხომ არ წამოგები ხარ სარეკლამო კამპანიებს შორის. არა. ძალიან დიდი მადლობა იაკო სტუმრობისათვის. სასიამოვნო იყო შენთან ლაპარაკი, მაყურებლისთვისაც მე მგონი გამოცდილება კიდევ ერთხელ გაზიარდა და კიდევ ერთხელ დაადასტურე ის რომ არა მარტო შენ, არამედ ყველას აქვს იმის საშუალება რომ შეუძლებელი შეძლოს თუნდაც თუ გინდა გულით ელემენტარულად მონდომების ხარჯზე. გულით თუ გინდა ყველაფერი გამოყენო. ხვალ და არა ორშაბათს. სამშაბათს დავიწყე მე. ძალიან დიდი მადლობა, შევხვდებით ერთ კვირაში, მადლობა იაკო. მადლობა თქვენ.